გამარჯობა ჩემო მე ვარ ხათნა, ციფრული ფსიქოლოგი და ვეცდები რომ ამ ვიდეოში მოგიყვეთ თუ როგორ ახდენს რეალიზებას რვიანი, როგორ გამოიმუშავებს ის ფულს და თუ ამას თქვენ თუ ხართ ნებისმიერთვის 8 რიცხვში დაბადებული და ამას ვერ ახერხებთ, ვეცდები რომ აგიხსნათ რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი, რადგან მიზეზი ყოველთვის ერთი და იგივეა. პირველ რიგში რვიანი არის ყველაზე ფულადი ენერგია, რაც კი არსებობს, საერთოდ რვიანები ატარებთ ყველაზე დიდ პოტენციალს, რომ გამოიმუშაოთ ბევრი ფული. თქვენ ხართ კარმის ქვეშ დაბადებულები, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კანონზომიერების დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ მოიტყუოთ ფულში, უღალატოთ, რადგან ამ ცხოვრებაში ამაზე ძალიან მწარედ მოგიკითხებათ პასუხი. საერთოდ რვიანი თქვენ ხართ კარმის ქვეშ დაბადებული და საერთოდ კარგად გესმით მიზეზ-შედეგობრივი კანონი, კარმის კანონი, რაც გაძლევთ თქვენ საშუალებას, რომ იყოთ ძალიან ძლიერი იურისტი, იმუშაოთ სახელმწიფო სტრუქტურაში, ასევე ძალიან დიდი პოტენციალი გაქვთ ეზოთერიკაში, ასევე ვაჭრობაში, საბანკო სისტემაში, ფინანსისტები, იდეალური ფინანსისტები, საერთოდ ეს სიყვარული და ვნება, რაც გაქვთ ფულის მიმართ, თქვენ არ გაძლევთ მოდუნების საშუალება და ყოველთვის გაფიქრებთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება რომ ეს გააუმჯობესოთ და უფრო მეტი გამოიმუშაოთ და თუ რამე გიშლით ხელს, პირველ რიგში შეიძლება იყოს ის, რომ გახასიათებთ ძალიან ხშირად ვალები და კრედიტები, იღებთ ძალიან დიდი რაოდენობით ვალებს და კრედიტებს და გაასესხებთ ფულს, რაც თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ხშირ შემთხვევაში, 99% შემთხვევაში თქვენ ამ ფულს არასდროს გიბრუნებენ უკან, ან გიბრუნებენ ნაწილ-ნაწილ და ერთიან თანხას თქვენ ვერასდროს ვერ იღებთ. ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაასესხოთ ფული. როდესაც ამა თუ იმ ადამიანს ექმნება ფინანსური პრობლემები, ეს არის ზუსტად იმის მიზეზი, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა და სამყარო უბრალოდ ამაზე იმ პრობლემის სახით ამაზე მიუთითებს და თქვენ არ აძლევთ საშუალებას სხვა ადამიანს, რომ დაუფიქრდეს თავის შეცდომებს და თქვენ ცდილობთ, რომ თქვენი ფინანსებით მისი პრობლემები მოაგვაროთ. და თქვენ გონიათ, რომ კარგად მოიქცეთ, სინამდვილეში თქვენ სამყაროს წინაშე ძალიან ცუდი რამე ჩაიდინეთ და მე ამაზე სამყარო ძალიან მკაცრად გპასუხობთ, ასე რომ ნურასოდეს გაასესხებთ თქვენს ფულს. თუ გინდათ რომ ვიღაცას ფული ასესხოთ, ეს ყოველთვის გააკეთეთ ოფიციალურად, ნებისმიერი კანონის დაცვით, თორე ისე მეგობრულად და ნაცნობობით არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება. მეორე პრობლემა რა შეიძლება იყოს? საერთოდ თქვენ ხართ ძალიან მზრუნველი, ძალიან დიდ პოტენციალს დებთ სხვა ადამიანში, ძალიან დიდ ზრუნვას დებთ და როგორც გითხარით, თქვენ კარმის ქვეშ ხართ დაბადებულები და ძალიან ბევრი ადამიანები მერე თქვენს ზრუნვას ძალიან ცუდად პასუხობენ და სიკეთით არ გიბრუნებენ და თქვენი გონება მერე ამას ძალიან აგრესიულად აღიქვავს და თქვენ იწყებთ ამ ადამიანების განკითხვას, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. საერთოდ მინდა ერთი რამე გაიგოთ, რომ რაც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, რომ გაანალიზოთ, არსებობენ კარგი ადამიანები, არსებობენ ცუდი ადამიანები და ეს ნორმალურია, უბრალოდ თქვენ ეს უნდა მიიღოთ და სანამ თქვენ არ ისწავლით ამის მიღებას და გაშვებას, ეს ყოველთვის იმოქმედებს თქვენს ფინანსებზე. სად არის თქვენი რეალიზაცია? რეალიზაცია არის ყველგან, სადაც არ შეგეშინდება თქვენი ფულის ჩადება, რადგან რვიანს ახასიათებს, რომ ხშირად ეშინია ფულის დაბანდება. არადა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოთ მასშტაბური და ყოველთვის ფული არ გააჩეროთ ერთ ადგილზე, რადგან თქვენთან გაჩერებული ფული იყინება და მერე იბლოკება, აუცილებლად თქვენი ფული ყოველთვის უნდა დააბანდოთ, რომ გახდეთ მასშტაბური. კიდევ რა არის პრობლემა? რვიანს საერთოდ არის ორი შემთხვევა შემიძლია რომ გითხრათ. პირველი არის ძალიან ფლანგველი, რასაც იღებს ერთ დღეში ხარჯავს, ან მეორე შემთხვევა არის, რომ მას საერთოდ ენანება საკუთარ თავზე ფულის დახარჯვა. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თქვენ გაქვთ ძალიან დიდი ნიჭი
რომ გამოიმუშაოთ დიდი ფული და ასევე ასიამოვნოთ საკუთარი თავით და საკუთარ თავს დაახარჯოთ, რადგან როდესაც თქვენ გენანებათ საკუთარ თავისთვის ფულის დახარჯვა, ზუსტად მაშინ გამოჩნდება ისეთი პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, ოჯახში პრობლემები, რომ ის ფული, რასაც თქვენ საკუთარ თავზე გენანებად არ ხარჯავთ, სხვა რამეებში გეხარჯებათ და საბოლოოდ ამას თქვენთვის არანაირი სიკეთე არ მოაქვს. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ, რომ რეალიზდეთ, ნუ შეგეშინდებათ იყოთ მასშტაბური და ეცადეთ, რომ არასდროს დაარღვიოთ კანონი. თუ გაქვთ თქვენი საკუთარი ბიზნესი, მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს ნებისმიერი თეთრი გადაუხადოთ. ის თანხა, რაც თქვენ ვალდებულები ხართ, რომ გადაიხადოთ, ნუ ეცდებით, რომ მოხოვ გზით რაღაც მაქინაციებით ამას თავი არიდოთ, რადგან დამიჯერეთ, რომ ეს თქვენს ბიზნესს დაუყავს. ამის გაკეთება თქვენთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება და ეს ეხლავე მოგეთხოვებათ ამაზე პასუხი. იმედია, რომ ჩემი რჩევები გამოგადგებათ, გისურვებთ წარმატებას და იმედი მაქვს, რომ გექნებათ ძალიან მშვიდი, წარმატებული და მასშტაბური ბიზნესი.